46 წლის იოსებ გორგაძე, რომელიც გლდანის მერვე პენიტენციური სამსახურიდან კლინიკა ვივამედში 3 თვის წინ მძიმე დაზიანებებით გადაიყვანეს გუშინ საღამოს გარდაიცვალა. გარდაცვლილის ადვოკატი მომხდარს ციხეში არა ადამიანურ მოპყრობას უკავშირებს და გორგაძის თანამოსაკნეების ჩვენების და გამოძიების ვერსიის, რომლის მიხედვითაც 46 წლის პატიმარმა მძიმე დაზიანებები დაცემის შედეგად მიიღო არ სჯერა. შევიდაო კარი ღია იყო და ესე უკნიდან წამოვიდა მიეხეთქაო აფასოთალიო ბეტონის კიბეები და იქ დაარტყაო თავი და გაიჭიშა და ეგრევე დაუძახეთ მასო პატრაკს და გამოიყვანეს საკაცები. იმ ვერსიას, რასაც გამოძიება ვითარებს, რომ ერთი წაქცევით მიიღო ეს დაზიანება, ეს არის დაუჯერებელი და წარმოუდგენელი. ამასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ჩვენ ჩავატარეთ ექსპერტიზა და ექსპერტებმა გასცეს პასუხი. პატიმარი გორგაძე ვივამედში 23 იანვარს შეიყვანეს. კლინიკის დირექტორის თქმით, კომატოზურ მდგომარეობაში მყოფ პაციენტს საჭირო მკურნალობა utardeboda, თუმცა შეყვანის დღიდან ის მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ის შემოვიდა მრავლობითი დაზიანებებით, იყო პოლიტრაუმა, იყო სახის ძვლების დაზიანება, თავისუფლების დაზიანება. შემდგომში, რა თქმა უნდა, მას utardeboda ადეკვატური ყველა ის სამკურნალო ღონისძიება, თუმცა დაზიანების ხარისხიდან გამომდინარე, დადგა სამწუხაროდ ის შედეგი, რაც დადგა. საქმის დეტალებს ახლა სახალხო დამცველიც სწავლობს. ომბუდსმენის აპარატის განმარტებით, მათი წარმომადგენლები პატიმართან შესახვედრად კლინიკაში იმყოფებოდნენ, თუმცა იოსებ გორგაძესთან გასაუბრება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ მოახერხეს. სახალხო დამცველის აპარატმა შეისწავლა რელევანტური ინფორმაცია და საკანთან არსებული დერეფნის ვიდეო ჩანაწერები. გაირკვა, რომ უშუალოდ საკანში ვიდეო მეთვალყურეობა არ მიმდინარეობდა. პატიმრის სამედიცინო მასალებით ვლინდება მრავლობითი დაზიანებები. აუცილებელია გამოძიებამ და სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზამ ამომწურავი პასუხები გასცეს მათი წარმომავლობის შესახებ კითხვებს. პენიტენციურ დაწესებულებაში ამბობენ, რომ იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების მიერ ჩატარებული გამოძიების თანახმად პატიმრის მიმართ ძალადობის ფაქტი არ დასტურდება და საპატიმროში ყოფნის პერიოდში არც პატიმარს და არც მის უფლებადამცველს გადაცდომასთან დაკავშირებით არანაირი საჩივარი არ შეუტანიათ. საკანში ბრალდებულს აღენიშნა მაღალი არტერიული წნევა. უგონო მდგომარეობაში იგი ნანახი იყო იატაკზე, სავარაუდოდ დაეცა. გარეგანი დათვალიერებით რაიმე სახის დაზიანებას ადგილი არ ჰქონია. ინსულტის დიაგნოზით გადაყვანილი იქნა სამოქალაქო სექტორის კლინიკაში. შეყვანისას დაფიქსირებული იქნა ნახეთქიჭრილობა, მცირე ზომის ნახეთქიჭრილობა წარვის არეში. რაც სასწრაფო დახმარების ბრიგადის განმარტებით განვითარდა ტრანსპორტირებისას, როდესაც პაციენტი წამოდგა და თავი მიარტყა საკაცის გვერდით მყოფ რკინის მაგიდას. საბოლოო დასკვნა, ისევე როგორც გარდაცვალების მიზეზი, ცნობილი იქნება მხოლოდ ჩატარებული სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის შემდგომ. თუ რა გახდა 46 წლის პატიმრის ჯანმრთელობის გაუარესებისა და ვივამედში გადაყვანის აუცილებლობის მიზეზი, ამას ახლა გამოძიება სწავლობს. იოსებ გორგაძე გასული წლის ოქტომბერში ავტოსაგზაო შემთხვევის გამო დააკავეს და მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.